სამტრედიაში ჩამოვედით მე ჯართე ძმებთან, რომლებიც ჯართს აგროვებენ იმიტომ, რომ დედას მოუვარონ. იმიტომ რომ ოჯახ შემოსავალი არ ყოფნის. იმიტომ რომ დედას ჩაქცელობის პრობლემები აქვს და საყვარელი ბავშვები გველოდებიან და ბავშვებად ცივა. როგორ ხართ? აი მე რა ლამაზები ხართ. შევიდეთ სახში? გამარჯობათ, როგორ ხართ? სამი შვილი? კი. მესამე სადა? მესამე ავად გახდა. დედა შემოწაიყვანა თბილისში. ვინ რამდენი წლის ხართ? აბა გამეცანეთ. 7 წლის. 7-ის რა ქვია? გრიგოლ. გრიგოლ, შენ? მე 9 მახო. მახო 9 წლის. მომიყავით რა შვებით როგორ ხართ? მეორე კლასში ვარ მე, იგი მეოთხე. და როგორ სწავლობთ? კარგად. კარგად. საყვარელი საგნები? მათემატიკა. მართლა? რა ყოჩაღი ხარ? კარგი. ინგლისური. შენ ინგლისური. თქვენი გადაწყვეტილებაა რომ კარგად გესწავლათ? რატო? აი რატო უნდადეს ბავშვი კარგად სწავლა? აბა თუ მეტყვით ორ მიზეზს. იმიტომ კარგი რომ უნდა გამოვიდეს. ხო. და ყველაფრიანად უნდა იყოს მოსწავლე ჭკვიანი და ხიარული. და რაში გამოიყენებ კარგ სწავლას? სამუშაოს. სამუშაოს. აი შენი საოცრება სამსახური რა არის? აი მაინც დაფიქრდი. მაინც რაზე გინდა დაიწყო. შენ? მე? ხო. მე ტანკზე. ტანკზე? ვაუ, ჯარისკაცი უნდა იყო, რა მაგარია. ანუ ტანკისტი. თავდაცვამისას მომავალ თანამშრომელი ხარ შენ? ფეხბურთი. ფეხბურთი. რადი ხარ ფეხბურთზე? მიხასო სამტრედიაში უფასოა, ხო? კი. ხო, რაღაცა ვისთანაც. ცეკვაში დამყავს ორივე. ესე. ცეკვაში დამყავს მიჩვენია ცეკვა მინდა გამაყოლა. რატო? და მასლებენი და გამოვიდეს უფრო იგია. ცეკვის მასწავლებელი? რატომ? ფეხბურთელი უფრო კარგი შემოსავალი არ არის, ვიდრე ცეკვის მასწავლებელი? კი, მაგრამ მიჩვენია რა ცეკვა, რომ წევიდეს სადმე ვიცეკვოს, ამე ყველაფერზე გული მწყდება, არ ვერც ცეკვაში დავდიოდ და ვერც ვერაფერში. ზოგი ფეხსით ეხავ, ზოგი რა ტენი შეყვა და მეშინია მაგაზე. და ტრამვების გამო გეშინია. და ცეკვა მირჩევნია უფრო იგია და ხვეწავს და იმაშუა. და როდის დაგეწყო ჯანმრთელობის პრობლემა? მე დამეწყო თავიდან პატარაობიდან, მე გავიკეთე 9 წლის უკანამა გაკეთებული ეს მეტალი, მაგრამ ძალიან რთული ოპერაცია გადავიტანე და ამომივარდა მედბარძაღზე, მუშაობდი. მე მესამე ავიყოლე და უფრო ხო, წამოვიდა. და მეთქვა რომ აი ბავშვებიდან ამ პრობლემით ბავშვები როგორ გააჩინა? საკეისრო. მესამე არ შეიძლებოდა ჩემს აყოლა, მაგრამ ამყვა და მოცილება არ მინდოდა რომ მეცილებია ჩემი შვილი და გავაჩინე მაგისა. რათვის ფეხზიმეთ ვიყავი ამაზე რომ მუშაობდი ყაზბეგში და ფანჯრებს წმედი. მიჭერდა, ძალიან მიჭერდა და ეხლა უფრო გამიჭერდა უკვე. ეს ვისი სახლია? მარხას ხელად ჩემ მაზლის. თქვენი მაზლის სახლში ცხოვრობთ. დროებით. კი. და რაღაცად კარგად ხართ მოწყობილები, გემრიელს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვებს მაიჭირდება შრომა. რატო? იმიტომ რომ აკლია ჩემი შვილის. ყველაზე მეტად აკლია ჩემი ხელი. თქვენ გადაადგილება ძალიან გიჭირთ. კი. ამ ეტაპზე ახლა არაფერი არ მაქვს ჩადგმული, აი მაშინ და წვაი მაქვს საშინლად ტკივა. საშინლად, აი ღამების საერთოდ ამძინავს. ხო. ნევროზის კი დამართა უკვე ისე ვარ. თქვენ ხართ ის მიზეზი, რის გამოც ბავშვებს დამატებითი შემოსავალი ჭირდებათ? კი. ამ ეტაპზე სოციალურზე ვარ დამოკიდებული და ამის პენსიაზე, ეპილეფსია აქვს ამას. ამის დამოკიდებულით ვერ გავიკეთე ოპერაცია. პატარაობიდან დაეწყო ესა 6 თვიანი დაბადებული. კილო ნახევარი ყო რა დაიბადა და ჩვენ ნახევარი სამწყობოში მეწვინა. რამდენად ხშირად აქვს შეტევები? ძალიან ხშირად ემართება დილას საღამოს. ანუ ამ წამლის ხარჯზე არ ემართება? არა. იმიტომ რომ არ უნდა შეუწყვეტო და არ უნდა იმასო, თუ რაღაც შეუწყვეტა იმ წუთში კუნჩხა ემართება ბავშვს. ეხლა აღარ. არა, ეხლა ამ ეტაპზე არა, აი ერთი თვე უკვე გამართია. და ეს წამალი გაქვთ? კი. უფასოდ ვაძლევენ პოლიკლინიკაში. ძალიან კარგი. სკოლის მიღმა ვიცი რომ ჯარს აგროვებთ. კი. მომიყევით აბა როგორ ხდება ეგ? სად აგროვებთ, რას აგროვებთ? აი გარე შორს არ უშო, პარლიკების უკან აგროვებენ, მაგრამ თხრილია და მეშინია არ ჩავარდესკე ბავშვები შინით. ხო. ხარ 5 ლარს აგროვე, ჩამეიარჩათ ეს მანქანა ჩააბარებ. მეუბნები არა ადერი ამდენი რო ჩააბარო, მაგრამ თითო აბარები რომ რამეს საცოცხლაო იყიდოს კი. და აი რამდენი შეიძლება რომ გქონდეთ ჩემი? ხან 10 ლარი, ხან 15 ლარად აგროვები 15 ლარად. და მაგით არის
დრამდე ხანში ერთხელ აგროვებენ ამთ. აი, ხანდახან როცა ამინდებია აგროვე და როდესაც უმაროში. მეშინია რომ არ დიიხჩოს ხრიში და იმაში ბავშვები. და აროში. და ზიანამიჩი უსაფრთხოა? კი. და ძირითადად რას ყიდულობენ? აი, რაც უყვალ არის ჩიპსი, ამას უფრო მეტად მიწათხილი უყარს და კოკა-კოლა. ეს მანქანა ჩამოივლის ხოლმე თუ როგორ ხდება მომიყევით? მანქანა ჩამოივლის. და რას ვიბარებ ჯარს ყვირის? და თქვენ მიდიხართ და აბარებთ? ყველაზე დიდი ფული რაც ქონიათ ჭართიდან რა არის? 20 ლარი? ერთ დღეში 20 ლარი. და რა იყიდა ამ 20 ლარს მომიყევ? მე მიწათხილი და ჩიპსი. მიწათხილი და ჩიპსი. კიდე? მე კოკა-კოლა კიდე. კოკა-კოლა. პატარა კოკა-კოლები. ჯარც რო აგროვებს ამაზე არ ეუბნებით რომ არ უნდათ? თვითონ მისი სულით აკეთები. სამივე დადგებინ და ხილავი. თქვენ რა გაკლიათ? მე მაგდა ყველაზე მეტად ახლა ფეხზე რო დადგე ის მიჩემია და ვიყო. ამის შანსი გააქვთ? აქედან აქამდე მწვარი არ ამოქი, უკვე ტყივას ასწავლე. ეხლა ცოდვში დავნა. და ოპერაცია სოციალური დაუცველი რო ხართ არ ფინანსება. ეს ჩემი ოპერაცია მოითხოვა ჩინეთმა. ძალიან სასწაულად მქონდა და ძალიან რთულად მქონდა ეს ფეხი. ჩირქი მქონდა 2 ლიტრაზე მეტი. ვარ გემეკეთებია და მომეხეს მეტალი, მე მგონი მომკლა და ერთ თვეში. 2 თვე უკვე რაც ასე ვარ და წელმა ლოგიში. ვერც მიდივარ, ვერც გამიმაშობი, ვერც ჩემი შვილებს ხედავ და ვერა. ხედავს მეუღლე. ადგილობრივ მთავრობას რო ვთქვათ? 600 ლარი დამაფინანსა მთავრობამ და აი აგერ მაგ ხელშეკრულება. მიტი ვერაფერი. ხო, მაგრამ კახი თუ გაიგებს, რა ვიცი, სამტრედელს რო დაეხმაროს, არ იქნება პრობლემა. 600 ლარი დამაფინანსა. მინდა რომ ოპერაცია გავიკეთო და დავდგე ფეხზე და ჩემი შვილებს დავდგე გვერდში და ვიმუშაო. მე მგონია რომ თქვა ხმა კახის უნდა მიაწვდინოთ ყალათი. ვერ მივაწვდნი, ვერაფერად ვერ იმასწრე, ვერც მაგის მისამართი გავიგე და ვერაფერი. წერილი რომ დაუწეროთ და მისცეთ მამამის. გავაგზავნე თბილისში და არ მიუვიდა კახი კალაძეს, უკან დამიბრუნდა. წერილი რომ მიუტანოთ და უთხრეთ რომ კახის გადასცენ. რა ვიცი ვერა უარი მით. სამტრედია ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი ყავს. მე მახსოვს საკენც რო ვიყრიდი, ყველა მდიდარი აქ იყო და. კი. რომ მიმართოთ მათ? მიმართი, მაგრამ ვერა. არქის წარმომადგენელი სამტრედიელია, რა ვიცი, ძალიან ბევრი მდიდარი ყავთ. მაგრამ არა მარდა მეხლა. ყველა მისის ახლა თელი სამტრედია მისის მე როგორი მდგომარეობა. ჩვენ უნდა მიმართოთ სამტრედიელ მდიდარ ადამიანებს, რომ თქვენს ქალაქში ცხოვრობს ესეთი გაჭირვებული ადამიანი, რომლის შვილებიც აგროვებენ ჯარს, იმიტომ რომ რაღაც არსებო მინიმუმ საკუთარი თავისთვის შეიქმნან. და ასევე ამ ქალს ჭირდება ოპერაცია და მოკლედ სამტრედიელო მდიდრებო გაიკარით ჯიბეზე ხელი და თქვენს თანამოქალაქეს დაეხმარეთ. ბაქს, კიდრე შენ მოხვიდოდი, უყვებოდი როგორ მიყვარ შენთან ერთად მოგზაურობაში სიარული და ზოგადად როგორი კომფორტული ხარ და როგორი კარგი ბიჭი ხარ. და ასევე უყვებოდი როგორ მიყვარს გიგა. და როგორ ვენდობი მას. და ასევე უყვებოდი როგორ მიყვარს აკო. და როგორ ვენდობი მას და ასევე ყვებოდი როგორ მომწონს ფანტა. ნონა! მამუ კაროგა ხარ. მაგა რა გაიხარე. ხარ, როგორ ბაიმე რა იმას ფეხსაცმელები გაწვია. უამაზესი ხარ. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? აქ ვისახში ხარ? ჩემი დეიდაშვილის. ბატონო. როგორ ხარ? ჯერეთი როგორ გამხთარხარ, როგორ გამომაზე? ახლა ვარ 73 კილო. კუჩის ოპერაცია გავიკეთე 136 კილო. ვიყავი, ახლა ვარ 73 კილო. ყოჩა, ხანუ კარგად დაგიკლია. აღარ მოგიმატია, ანუ 73-ზე ცოტა ყოფილხარ? არა, არ მომიმატია, ვიკლებ და ვიკლებ ნენელა. ძალიან მაგარია. მაგას ხო იცი ფიზიკური აქტივობა მოძრაობა უნდა. ყოველდღე ვაკეთებ მოძრაობას, ვაჯიშობ კიდეს. ძალიან კარგად დაგიკლია, იცი? იმის მერე მე არ მინახე ხარ და ძალიან ცვლილება გაქვს. მომიშალა ნერვები და მივირთვათ
ხანი სადილი და ჩაგიღო ვაიმე იმას რა ვესმალო ენა გააჩერე ნერვი მომიშალა ნახე შენი ვიდეო ამ ვიდეოს უწერ ნანუკა ჟორჟოლიან ძალიან გთხოვთ უყურე ჩემ ვიდეოს ამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ ერთადერთხელ ვერ ლაპარაკე შენს პროდიუსერს და იმის მერე არ მილაპარაკია იმიტომ რომ არ ვიცი ფეიკივე გონე რაღაცა ისა ალბათ WhatsApp-ს დამბლოკა და ნომერზეც დამბლოკა შენი ნომერი მაქვს მე ჩვეულებრივად მაგრამ სალაპარაკო აღარ მქონდა და ანუ იძულებული გავხდი ანუ ადრე მომეცი შენ მე მქონდა ფურცელზე დაწერილი კარგად გადავატრიალე ჩემი ნივთები ყველაფერი და მაინც ვიპოვე შენი ტელეფონის ნომერი მაგრამ ვინაიდან სალაპარაკო არ მქონდა ვერ დაგირეკე და სხვისი ტელეფონის ნომერში გეუბნები არ მინდა შენი ტელეფონის ნომერი ჩავწერო და ძალიან გთხოვთ მიაწვდინეთ ნანუკა ჟორჟოლიანს ეს ვიდეოები ვინმემ გადაუზიარეთ გთხოვთ დამეხმარეთ იმ ადამიანსაც უნდა ჩემთან დაკავშირება და ვერ მიკავშირდება და ვერც მე უკავშირდები რა ვქნა არ ვიცი საიდან დაიწყო პრობლემები მამასთან მამასთან დაიწყო პრობლემები თავიდანო აი ბავშვობიდან კონფლიქტს ხო ხედავდი ამ ყველაფერს და ანუ ბავშვისთვის ეს კარგი რომ არ არის ახლა ძალიან კონფლიქტს დავის შორის ჩემს დას გვეჩხუბებოდა დედა ჩემს მე ანუ ყველას გვეჩხუბებოდა ოჯახის წევრებს მე ნასვამი მოდიოდა სახლში და ასე შემდეგ ამ ყველაფერს ხო ბავშვი ხედავს მე ჩამომიყალიბდა ჩვეულებრივად ისეთი და რთული სიტუაცია იყო გარდატეხის ასაკში უკვე დამეწყო ის რომ აგრესიული ვიყავი ადამიანების მიმართ სხვა ადამიანებს მიმართავდა უხეშად ან რაღაცა მსგავსი რაღაცა ნებისმიერ ადამიანს ხო აკრიტიკებდა სახლში ამასაც ხო ხედავდი და სწავლობდი ცუდ მანერებს მეც ისეთი გავხდი უკვე ანუ შენ ამბობ რომ მამამ გაძლევდა ძალადობის მაგალითს და ამაშაზე გავლენა მოახდინა სწორად გავიგე დიახ აქედან გამომდინარე მოხდი ფსიქიატრიულში ქუთაისის ფსიქიატრიულში 2020 წელს მოხდი 6 წელს 24 წელს ვიყავი რა იყო მიზეზი რის გამოც მოხდი ნერვული აშლილობა აი მე მენტალური პრობლემა არ მქონია მაგრამ ანუ ადვილად გამოვდიოდი წყობიდან და ყველაფერზე მეშლებოდა ნერვები ელემენტარულზე ეგ დღე თუ გახსოვს რა მოხდა მაგ დღეს როდესაც დაგჭირდა წაყვარო ვიგრძენი თავი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებლად და გამოუძახე 112-ს შენ თვითონ მე თვითონ შენ თვითონ მიხვდი რომ არ იყავი ეს იყო ძალიან კარგია ეს იყო შენი პირველი შემხებლობა ფსიქიატრიულთან დიახ რას ითხოვდა შენგან მამა კონკრეტულ ადამიანებთან მიშლიდა ურთიერთობას ჩემს მეგობრებთან ლანძღავდა და ის იყო უწესო ადამიანი და მსგავსი რაღაცა რომ მასთან არის მეგობრო შენც მაგნაირი იქნები ანუ გავიგე მეგობრებს გიკრძალავდა მაგრამ შენგან რას ითხოვდა ჩემგან ითხოვდა რომ ანუ უნდა დამენებებია თავი მისთვის და მე მეგობრებისთვის კონკრეტული ადამიანი რა უნდა გეკეთებინა ანუ ყოფილიყავი სულ სახლში ანუ ელემენტარული მეზობელთან გასვლის უფლება არ მქონდა ვეტყოდი რომ შეიძლება მეზობელთან გავიდე მსგავსი რაღაცა დაეტიე სახლში ჩხუბი მოგდიოდა მე მაინც მივდიოდი იმასაც და მე ხელითაც მეხებოდა პოლიციაშიც ვიყავი ვაკესაბურთალოს პოლიციაშიც ზუგდიდის პოლიციაშიც ქუთაისის პოლიციაშიც და ვაკესაბურთალოს პოლიციაში რა გინდოდა ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო და მაშინ ძალიან გავბრაზდი ძალიან ზედმეტები მოუვიდა უკვე და რას გულისხმობს ზედმეტებში რადგან მაგისტრის გამომიძახი აქ შევეცდები გავარკვევი კი ზედმეტებში რა მოუვიდა და აი მანქანაში მოგვივიდა ჩხუბი ავდესაც მოვდიოდი თუ შენ არავინ დაგიჯერებს ეს მეთქი მაშინ გავთხოვდები მეთქი და ის მაინც აიღებ ჩემს ვალდებულებას და გადავა მეურვეო მასე მეთქი ეს ფიქტიური იქნება და მსგავსი რაღაცეები მე ამ ვაკესაბურთალოს პოლიციაში ეს ყველაფერი უარყო იმას იძახდა რომ ეს არის ფსიქიატრიულში ნაწოლი ელემენტარული ყველაფერზე ბრაზდება და ანუ გიჟი გამოვდივა პოლიციის თვალში მე ანუ შენს დისკრიმინაციას აკეთებს ამის გამო რომ აღარავინ აღარ დაგიჯეროს კი ესე არის ჩაიქნია იმ პოლიციამაც ხელი მე რო აუხსენი პოლიციასო რაღაცა ამდაგვარი იყო მეთქი მეგობრებთან მიკრძალავს მეთქი ურთიერთობას ხო და ჩვეულებრივი ამბავი და რაღაცა ოჯახური ამბავი და გარკვევით სახში დიახ ჯერი ასე საქართველოში ხო კანონი არ არსებობს არავის არ მინდა ხო შევეხო ახლა ზოგადად მაგრამ როგორი ხარ რუსული კანონი არსებობს საქართველოში ესე ვთქვათ ქართული ანუ ადამიანობა აღარ შეჩათ ზოგიერთებს შენ რო უთხარი რომ წავალ მე აქედან ეხლა და რომ იცის რომ სახში აღარ ხარ და სხვებთან ცხოვრობ ამაზე რა რეაგირება აქვს
რო ავდექი და წამოვედი ახლა აქედან. აი ბოლო შემთხვევა რა მოხდა რის გამო წამოხვედი? ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი აი და რა იყო ის თავარი რამაც გადაგაწყვეტინა წამოსვლა? პოლიციამ რო აღარ დამიჯერა ეს ყველაფერი ხო უარყო პოლიციის წინაშე. ხო ანუ პოლიციამ ხო გადაამოწმა რომ მე ფსიქიატრიულში ვიწექი და ის არ იყო ნაწოლი და ჩაულებრივად ხო ჩათვალა პოლიცია რომ მე გაუწონასწორებელი ვიყავი და ანუ მას დაუჯერა ეს ყველაფერი და მე სახლში მეუბნებოდა მაინც მე დამიჯერა პოლიციამ შენ რა აზრი აქვს და ასე შემდეგ. ყველაზე გაუსაძლესი რა არის? შენთვის ამ ურთიერთობებში მამასთან. ყველაზე გაუსაძლესი არის სხვა ადამიანსო არასწორად მოიხსენიებს და მე თითოეული ადამიანის მათგანის დაცვა აი ჩემი ნერვების ფასად მიჯდებოდა, იმიტომ რომ ის უკანასკნელი ცომ იყოს, ეს არის მისი პირადი ცხოვრება და ჯერ ჩემი მეგობარი ცომ იყოს უკანასკნელი, ჩემი პირადი გადაწყვეტილება და პატივი უნასცენ. გეთანხმები, სრულწლოვანი ხარ და პატივი უნდასცენ ნებისმიერ შენს გადაწყვეტილება. როდესაც ამბობ, რომ აი ფიზიკურად მეხებოდა მცემდა, რას გულისხმობ ამას შეგიძლია მითხრა? დამჭიდა ასაწონად ჭავჭავაძეზე წასვლა და მეთქი ჭავჭავაძეზე მივდივარ. ანუ დავიბარე ეს ყველაფერი ხდება თბილისში თუ ქუთაისში? ეს ქუთაისში და არაო დარჩი სახში და მეთქი აწონვა მინდა მეთქი. აღარ გავეცი უკვე ხმა ავდექი უსიტყვოდ წავედი დამეწია გეუბნები ჩაულებრივ დამარტყა. რა? რო ანუ ითხო და შენს უკან. ხო და მე თელმა კორპუსმა გაიგო, იმიტომ წინააღმდეგობა გაუწიე. და მაინც წავედი, იმიტომ მე ხომ სრულწლოვანი ვარ და ამის ფონზე მე ეს ყველაფერი ხალხს გონი ვარ გიჟი მე. და ის გამოდის მართალი, იმიტომ უარყოფს მე, მაგრამ მე ხომ მეზობლები მყავს. ისინი ხო ხედავენ ყველაფერს. მეზობლებს რა გავლენა აქვთ ამ ამბებს? თავს იკავებენ ზოგადად. და არ ერევიან ოჯახურ პრობლემებში. სუცუნი ოფისერგეთ ეს კაცი ხო ნორმალური კაცია და ეს როგორ ცოტა ამტყობი და რაღაცა ალბათ თორე მეტი არაფერი. რას ნიშნავს ამტყობი? რა ვიცი რა თავისებური იყო თორე მეტი ცოტა მომის კარგი კაცია მე. აი ეს სტიგმა, რადგან ეს სეგმენტალური პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა. ეს სტიგმა, ანუ ესე იგი ის არის მტყანი, მტყუნია. მტყუნია, თავისებური უნდა თავისებური მოვა, ხო ესე. რას გულისხმობს თავისებური მოვა? თქვენ მეზობელი ხართ? აი არ არის შენი საქმე. ამ დროს თქვენი საქმეა, რაც თქვენ სამეზობლოში ხდება. სანამ ამას არ ვისწავლით, მანამდე ცუდად ვიქნებით. ოჯახის ამბავი არის იქამდე, ვიდრე საქმე არ მიდის ზალადობამდე, თუნდაც ეს იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური. ამიტომ, როდესაც ქუთაისში მეზობლები გვეუბნებოდნენ იმას, რომ ეს ოჯახის საქმეა და ჩარევა არ უნდათ, არის ყველაზე არასწორი პოზიცია, თუ რამე შეიძლება არსებობდეს. ეგ იგივეა, მეზობლის კარიდან გესმოდეს კივილი, წივილი, ხმაური და პოლიციას არ იძახებდე და კარებზე არ აკაკუნებდე, არ ამტვრევდე. და არ შველიდე შენს მეზობელს, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში უჭირს. მე დიმაქვს, რომ ეს ქვეყანა მივიდა იქამდე, რომ თუ მეზობლიდან არასწორი ხმაური, არასწორი შეძახილები გამოდის პოლიციაში დარეკვა არ ტეხავს. მე მგონია, რომ უკვე აქ ვართ, ყოველ შემთხვევაში იმედი მინდა ავიქონია, რომ აქ ვართ. ეხლა მე გავაგრძელე მიმართვა ზოგადად ერთჯერადად გავაკეთე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე არ ამაღებინონ ეს ვიდეოები. ნათესავები მირეკავენ, მისი ძმაკაცები მირეკავენ, რაღაცა აიღე, სირცხვილია და ასე შემდეგ. მამაზე სადაწყები? კი. ხო, და შენ რატო არ იღებ? შენგან რისი პროტესტია ეს? მე რო თქვი რომ ასე გასაჭირი ვარ, რასაც თქვენ გიყვებით ახლა ამ წუთში და რა მე მაიძულებენ ნათესავები გარდაცვლილი დიშვილებს მაფიცებენ რომ რაღაცა ავიღო და ერთჯერადად გავაკეთე, სადაც ტელეფონის ნომერით და მეილით არ მაქვს მიბმული, რომ აღდგენა ვერ შევძლო რომ გამოვარ. გავიგე რომ ვერ აიღებ. კი, რომ დამაფიცონ, მე ხო უნდა ვთქვა მართალი რომ ვერ შევდივარ. მე ხო უნდა ვთქვა მართალი რომ ვერ შევდივარ, ნონა, საოცარი გოგო ხარ. რას გინდა რომ ხა მიაღწიო? აი რა გინდა შენ რომ მიიღო? მე მინდა ახლა იმას მივაღწიო, რომ დამანებოს თავი, ჩემიანებს ნუ ურეკავს, ჩემეგობრებს ნუ ურეკავს, 100 მეტრის რადიუსში არ მომიახლოვდეს საერთოდ და ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა ჩემთან. და შენ სად იცხოვრე? ქუთაისში დავიწყე ახლა მუშაობა და მე თბილისში გადავალ. ეს შენი შემოსავალი რაში ყოფნის? ყველაფერში მყოფნის. რამე რო ვიყიდო ჩემთვის მაგალითად გზის ფულზე, საჭმელი რო ვიყიდოთ ზოგადად, ან რაღაცა ჩარიცხვერო და მჭირდება, ინტერნეტი რო დამჭირდება, მსგავსი რაღაცა. და საცხოვრობ, ღამეს ათხარ, შენათესავებთ. დიახ, აი ამ სახლში ახლა. ხო, ახლა სადაც ხარ. ანუ შენ გინდა რომ მამას გამოეყო? დიახ, მე თბილისში გადავდივარ. იცი თბილისში სად იმუშავებ? პიტაპირ შემეძლო, რომ წავსულიყავი თბილისში, მაგრამ ვერავის ვერ მივადგები, იმიტომ ყველა ჩემი დეიდაშვილისნაირი ხო არ არის. ამიტომ წინასწარ ხო უნდა ვიქირაო ჯერ ბინა, საჭმელი ხო მინდა, სასმენი, კომუნალურები, გზის ფული, ინტერნეტი და მსგავსი რაღაცა. ანუ ჯერ შენ უნდა დააგროვო ფული? კი. და მე რა უნდა წახვიდე თბილისში? ხო. და მამა გინდა რომ შენთან დისტანცირდეს და ხელი არ შეგიშალოს. დიახ. შენი აზრით რომ თხოვო
რომ ესე მოიქცეს არის ამს? რომ არქნა მე მაგიტომ მივედი ამ ზომებამდე და რაში გამოიხატებოდა რომ არქნა, რას აკეთებდა? ანუ ყველაფერს უარყოფს და ცუდი გამოვდივარ ისევ მე და მე აღარავინ მიჯერებს. ახლა მე რომ მენტალური პრობლემა მქონდეს, ახლა ეგრევე ჯერ დამახსოვრების უნარიც არ მექნებოდა. სხვათა თავი დავანება ამ ყველაფერს ხო დამახსოვრება უნდა. ეს მენტალური პრობლემაზე რატო გაქვს ამხელა აქცენტი? მამა ამას ხშირად გიმეორებს? დიახ, იმიტომ რომ არაფერი გამოგივა, ჩემს უმისოთ ვერაფერს გააკეთებ, ანუ მარწმუნება რომ მე ვერაფერს ვერ ვიზამდი ცხოვრებაში. ჩემს იმედად იქნები და ასე შემდეგ. და შენ ახლა მამას გინდა დაუმტკის რომ მის გარეშე რაღაცას იწა. კი. აი მამამ რომ შემოგთავაზოს რომ მოდი დაბრუნდი სახლში. არა, მე არ დაბრუნდები. იმიტომ ადამიანები არ იცვლებიან. ანუ მამა ჩემისგან წავედი პირველად მაშინ იყო 2017 წელი. აი ასეთი ქმედებების გამო და მე ნათესავებმა დამარწმუნეს, დაბრუნდი სახლში ასე შემდეგ და შეიცვლება და სიტუაცია არ შეიცვალა. და ეხლა რომ ეს პირობა საჯაროდ დადოს? არა, მაინც არ ვაპატიებ. რატო? იმიტომ რომ მე ვერავიდან ვინმე შემიზღუდოს, აქ წავხვედი, წამოხვედი. ხო და ეგ პირობა რომ დადოს რომ მაგას აღარ ისამს. არა, მაინც არა. შემეშვას უბრალოდ. ანუ შენ გინდა ეხლა რომ მამამ დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მოგცა სრულწლოვან გოგოს. კი. რამდენი წლის ხარ ნონა? მე ვარ 30 წლის. ძალიან საკმაოდ დიდი იმისთვის რომ დამოუკიდებლად იცხოვრო. ერთი შეკითხვა გამიჩნდა ეხლა, როდესაც ჩვენ თქვენთან დავდიოდით აი გახთომაზე, ოპერაციებზე, რაღაც თითქოს მაშინ არ ეტყობოდა ამ კაცს ყველაფერი. გამარჯობათ, როგორ ხართ? კარგად, გამარჯობათ. შეიყვანეს საოპერაციოში? 1 საათი, საათნახევარი დაჭირდება, მაქსიმუმ ყველაფერი ძალიან კარგად არის. თვითონ იყო ფანტასტიურ ხასიათზე. რაც თავარია. ხარ ნერვიულობთ? კი. ყუილა. გეტყობათ, გაწითლებული ხართ საყეზე და არის ნერვიულოთ. არის ნერვიულად ჩვენი თხოვნა, ჩვენ გამოვალთ პერიოდულად ყველაფერს მოგახსენებ. მაინდა-მაინც სიმართლე გითხრათ, არ ეტყობოდა, იმიტომ რომ არ იმჩნევდა და არც მე არ იმჩნევდი და ვინაიდან მჭირდებოდა ეს ოპერაცია. და მისი ნებართვა იყო საჭირო, ხო? კი, შევიკავე მაინც თავი, იმიტომ რომ უკვე ტელევიზიის მოყანის უფლებას აღარ მომცემდა და მსგავსი რა. ერთი რამ ფაქტი უნდა გავიხსენო, რომ ფულს ვთხოვე ხალხს, რომ ოპერაციისთვის ფული მჭირდებოდა, ვინ შენ ჩაგირიცხავსო და მე აღარ გავაგზელებ. გავიგე. იქ ლაივში შემოვიდა? ანუ ლაივში ისმოდა ხმა ხალხო ვთხოვდი დახმარებას მაშინ პირველად ხო სანამ ჩვენ გამოვჩნდებოდით და გაგიკეთებთ ოპერაციას ხო ანუ ეს სირთულეები ურთიერთობებში მანამდეც არსებობდა უბრალოდ იმ დროს არ შეიმჩნია კი ასე იყო მე სულ მათხოვარს მეძახო და სამარცხვინო როგორ ასე რანაირად ფულს როგორ აგროვებ და ასე შემდეგ ნონა რა ეტაპია ხა შენ ცხოვრებაში სანამ მე მამა შენთან წავალ და გავარკვევ ამ ამბავს ზოგადად რა ეტაპი გაქვს ეხლა დასრულებულია ყველაფერი, ანუ აღარ ეტაპი არა მაქვს. მე რო წამოვედი სახლიდან, ჩემს დეიდაშვილს დაურეკა, მეორე დეიდაშვილს დაურეკა, დეიდა ჩემს და ანუ მთელი ზაოდი აატრიალა, ასე რომ ვთქვათ. მე ეს ზაოდი ეს უბანია. დიახ, ზაოდი. მე საჭმელია გასაკეთებელი სახლია, დასალაგებელი, ანუ ქალი მოსამსახურე გონია და ქალი მოსამსახურე არ არის. თანასწორად უნდა უყუროთ ყველა მეთმანეს. აუცილებლად. არც კი განიხილება სხვაგვარად. მამას რომ თავი დავანებო ჩვენ ცხოვრებაში რა ხდება? ერთი ძალიან არაჩვეულებრივი ადამიანი მყავს, ანუ მეგობარი ოღონდ ათ შეყვარებულია და ათ არაფერი მეგობარი. მას ქვია ლაშა ქიტესაშვილი. მან დამეხმარა კონკრეტულ თემაში, რომ ჩემი თავი მეპოვა, პირველ რიგში გავძლიერებულიყავი. კი, კარგად ვარ, თან ისეთ განწყობაზე ვარ, ახლა რომ ლიმნიანი ჩაი დავლიო. ოჰო, ლიმნიანი ჩაი თუ უნდა დალიო? მაშინ თლა კარგა ყოფილიყარ ნიკო, შეგიძლიათ რა. და გაჩვენე როგორ საყვარელ ჭიქაში ვსვამ. აი ეს უკვე მომწონს რა, ეს უკვე ძერსკი ჭიქა არის, ეს გახსოვს ადრინდელი დროის ჭიქა არის, თუ გახსოვს შენ არ ვიცი, რამდენად. ეს აკირავთ ზაუჩი, აი გუში. ეს უკვე ძერსკი ჭიქა არის, ნუ ეს უკვე უძერსკესობა არის, ბაჭი. ეს უკვე დახვეწილობა და რაღაცა შეცვლილი მეჩვენები, რაღაცა ამ დროის მანძილზე რაღაცა შეიცვალეს თავი და ფიქრობ ვინმე კარგი ბიჭი ხო არ გაგაცნო ნონიკო? საკუთარი თავის მიმართ რწმენა მესწავლა, თითოეული ადამიანის პატივისცემა, ზრდილობა, იმიტომ უაღრესად კარგი ბიჭი არის და ანუ რო შეამჩნია რომ ლაშა ქიტესაშვილთან კარგი დამოუკიდებულება მქონდა და მან მასწავლა პირველ რიგში რომ ყველაფერი შესაძლებელია და მსგავსი რაღაცა, ანუ მასთანაც ამიკრძალა ჩვეულებრივად, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე უკვე და ჩემი მეგობრის დაჩაგვის უფლება აღარ მივეცი.
ანუ შენ ცხოვრებაში ეს ახალი ლაშა არის შენი ახალი ცხოვრების მიზეზი. დიახ, ამ ადამიანს 4 წელია ვიცნობ, თან ისეთი რთული პერიოდი რომ მქონდა, მე ლაშასაც ვაბულინგებდი სხვათა შორის, ჩემ დაუნებურად შეამჩნია რომ მე ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, ადგა თვითონ გადმოდგა ნაბიჯი და მე დამეხმარა მან და მისი მადლიერი ვარ. ყოჩოხ. ძალიან გაზრდილი ხარ, მას შემდეგ რაც არ მინახი ხარ. ძალიან სხვანაირი ხარ. რო ვიგრძენი თავისუფლება რა ფსიქოლოგიურად. ხო. ხო, იმის მერე დავწყნათი. კი, აი ძალიან იცი რა სხვანაირი ხარ. ის გასწავლი შენ ახლა ახალ ცხოვრებას. კი. თავისუფლად დამოუკიდებლად, ყოველგვარი მშობლების დახმარების გარეშე და შენ გინდა რომ ამის შესაძლებლობა გქონდეს ბოლომდე. დიახ. ეს ლაშას გარდა კიდევ რა ხდება შენ ცხოვრებაში საინტერესო? გავაგრძელე TikTok-ის გადაღება ჩვეულებრივად, გავდივარ კადრში, ვიდეო. სამსახურიც გაქვს. დიახ, სამსახურიც მაქვს, რა თქმა უნდა. ოღონ ქუთაისში. ჩვეულებრივად და ყველაფერი რა. ბედნიერი ხარ? კი, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენი ხანია ეს ბედნიერების შეგრძნება რო გაქვს? დაახლოებით კვირანახევარია. რაც წამოვედი სახლიდან იმის მერე ვარ ბედნიერი. ადამიანური ცხოვრება რო ვიგრძენი ფსიქოლოგიურად, რა თქმა უნდა, ჩემ დეიდაშვილთან კარგად ვიგრძენი თავი, იმიტომ უაღრესად კარგი ადამიანია. მე ხა წავალ მამასთან და ვთხოვ, შევეცდები რომ მისგან საჯარო პირობა მივიღო, რომ შენ ცხოვრებაში არ ჩაერიოს. რა შენ როგორ გინდა რომ მე დაგეხმარო? რა გინდა რომ გავაკეთო? მე სახში არ დავბრუნდები. იმიტომ ჩემი გადაწყვეტილება უკვე და ვერავინ მაიძულებს. მამას აქვს შენზე მეურვეობა? კი. შენ დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება გააქვს? პოლიციამ ესე მითხრა, რომ თუ წასასვლელი გაქვს სადმე, ვერავინ ვერ დაგაკავებსო. თუ არ გაქვს წასასვლელიო, იმ შემთხვევაში იძულებული ხარ იცხოვრო მამასთანო. კანონითო. დიახ. ამიტომ შენ ახლა ცდილობ რომ შეაგროვო ფული, რომ შენი საცხოვრებელი კონდეს. დიახ. გავიგე. მე იმედი მომეცა ყველაფერი რომ წამოვედი სახლიდან ჩვეულებრივად აზროვნება დავიწყე ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი რომ ვიყავი და ახლა გაწონასწორებული ვარ ანუ ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ ჩვეულებრივად 10 მეზარება არაფერი რა იყო ის რასაც მანამდე დამოუკიდებლად ვერ აკეთებდი? რო წახვიდე მშიერი ამოგზრება სული მარტო ვერაფერს შუა შეძლება ასე შემდეგ და ანუ მე თვითონაც მჯეროდა უკვე ამ ყველაფერის და მივხვდი რომ ცხოვრება ისეთი არ არის დაუნდობელი თუმცა როგორსაც მაწმონებდნენ და მივხვდი რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეგიძლია. კი, ახლა ცხოვრებით ვკვები. ეხლა მთავარია მამამ ამას შეეგუოს, რომ შენ 30 წლის ქალი ხარ უკვე გოგო და შენთვის ცხოვრება გინდა. დიახ. კი ბატონო, მე შევეცდები რომ მამისგან ახლა ეს პირობა მივიღო. გინდა შე რომ წამომყვე? კარგი წამოყვები, თან 2 ნივთი მაქვს მარტო წამოსაღები, 2 სურათი და 1 ინგლისური წიგნი, თორე დანარჩენი არაფერი არ მინდა, ჩემი პირადი ნივთები. ინგლისურს სწავლობ? კი. ოჩახ. ანუ როგორ გითხრა ახლა გრამატიკა ვიცი კარგად, წინდებულები, თანდებულები, ახლა დუინგიანი ფორმები და ასე შემდეგ ახლა. ვაუ, ვინ გასწავლის? ადრე ანუ ინგლისურზე დავდიოდი. კაი, წამო მაშინ მამასთან. კარგი. კამერები დათიშეთ. ვერ გავთიშო. აბა არ ვახარ. იმიტომ რომ დაზღვეული არ ვიქნები რომ რამეს არ გააკეთებთ. რატო არ გაქვთ არაფერი სალაპარაკო? იმ შემთხვევაში თუ თქვენ შულზე პირობას დადებთ რომ აღარ სცემთ და ხელს აღარ დააწყობთ? შეო, ვინ გითხრა, შეო. გაუნები ყველას წინაშე უარყოფს, გაუნები. უარყოფს და გიჟი გონი ვარ ყველას. უბრალოდ იცოდეთ რომ კანონით ისჯება შული შევიწროვება. აზრი არა აქვს მასთან საუბარს. კანონები მინდა რომ წაიკითხოთ. ჩემ საბუთს, მე ვინ წარმოვადი, ვინა? თქვენი საბუთის წარმოდგენა არაფერს არ ნიშნავს. რომ იცოდეთ შემდეგ ჯერზე მოვალთ პოლიციით. კი, აუცილებლად. პირველი რომ იცოდეთ ძალადობა ისჯება, მეორე რომ იცოდეთ თქვენი შვილი 30 წლისაა და მას აქვს უფლება ცხოვრება აწარმოოს. მომისვლით ერთი თუ ბატონო, გამარჯობა. გამარჯობა. მე თქვენთან როგორ ჟურნალისტი ისე მოვედი. კი ბატონო, მაგრამ წინასწარ უნდა გაგაფრთხილებით. არანაირი წინასწარ გაფრთხილებას არ ცნობს კანონი. რომელი კანონია? კანონი არის. არც ერთი კანონი არ უნდა არის. გამაფრთხილო ჯერ და მე უნდა მოგზადე. ეს არის კერძო საკუთრება. კერძო საკუთრებაში არ შემოდივარ თქვენი ნებართვის გარეშე და მე კერძო საკუთრებაში არაერთხელ ყოფილ ვარ. გამოვთეთ კამერები. უბრალოდ რომ იცოდეთ, შემდეგ ჯერზე მოვიდი ამის სათქმელად. თუ კიდევ ერთხელ თქვენ შვილზე ფიზიკურად იძალადებთ, ან მასე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენთ, ჩვენ მოვალთ პოლიციით. მას ქვია, მოვიდეს, კაც მე არ გამიგდია, მაგის საქმე. არა, სხვა მე ვარიდე მაგას. მაგრამ შენ რაც ჩაგაწერინა, მე ვნახე ის ვიდეოები. კი ბატონო. ხო და თუ შემდეგ ჯერზე თქვენ შვილს
თქვენ ამას არ დასტურებთ იმით რომ ყველას ეუბნებით რომ თქვენ შულს მენტალური პრობლემები აქვს და არ დაეჯერება და მის ფსიქიატრიას იყენებთ თქვენ იყენებთ მის ფსიქიატრიას მის წინააღმდეგ თქვენ კი თუ წყულს ლაპარაკობთ გეუბნებით რომ თქვენ შულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არის სისხლის სამართლის დანაშაული მას აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს თავი დამატებით რა აი ასე აჯერებს თითოეულ ადამიანს რომ მე ვარ გიჟი და თვითონ გეუბნები ყველას განიკითხავს დედას გაესაუბრე დედას გაესაუბრე ყველას გაესაუბრე სანაც კი ბატონო კეთილი არის მაგი უკაცრავად მაგი არც გამიგდი ფილო მოდი სახში თქვა ეუბნები და არც გამიგდი დასაგებია მაგრამ ყველაფერი აიღო უნებართო სახლიდან და წაიღო არა მარტო ჩემი პირადი ნივთები რაც არის ფესასმენ კასასმენ ჩემი პასპორტი მოპარე გეუბნები მაგას ქონდა მე რატო უნდა მოვიპარო 30 წლის გოგომ ჩემი პასპორტი არ ქონდა შენ ჩემი პასპორტი ჩემი წითელი პასპორტი საზღვარგარეთ შენი ნებართვი თქონდა კონდეს მოდი არ დამეკარგე ჩუმად არ აიღე არა ღმერთის სახელმწიფო ვარ ასე იყო ყველია და მე რა თქვი აი გეუბნები ყველაფერს უარყოფს მას ხომ აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს ოჯახია კალბატონო ოჯახი რას ნიშნავს 30 წლისაა 30 წლის რო არის რა უნდა გამოაჭენო შენი ოჯახი ყველგან და ბოდიში და ტიკტოკში რო იგინება რამას მეუბნებოდი რომ ნუ იგინება მაგრამ ეს ჩვენ მიზეს გვაძლევს რომ ადამიანზე ვიძალადოთ ჰა ჩვენ მიზეს გვაძლევს რომ ადამიანზე მე არ ვძალადო ფარავიზე მე ვარ იგე ახლაც უარყოფს უბრალოდ 30 წლის გოგოს აქვს თუ არა უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს კი მაგრამ როგორც წესებს გადაცდება ზღვარი ისე არ უნდა უკაცრავად ამ წესებს ვინ ადგენს ვინდა მევადგენ ოჯახს უფროსი არა ანუ თქვენი შედგენილი წესით 30 წლის გოგო ვერ იცხოვრებს უნდა იცხოვროს არა უნდა რას ნიშნავს თქვენ მისცემთ დამოუკიდებელ ცხოვრების შესაძლებლობას ისე რომ ფსიქოლოგიურად არ იძალადოთ მასზე მე ვიდე სახში არ მინდა მე სახში ანუ თუ მას სახში ცხოვრება არ უნდა იმიტომ რომ აქ თავს ცუდად გრძნობს არ გრძნობს მე სახში არ ვარ და ვინ წეწყობება აქვს უფლება სამსახურში ვარ მე აქ 2 დღე არ სახში რო ვარ თქვენ შორის ხომ იყო უთანხმოება რამაც ის იძულებული გახადა აქედან წასული არაფერი კი ყველანაირად გეუბნები ყველანაირად არ არის ტყუილი შენ მომწმენ ფსიქოლოგიურად თვითონ ლაპარაკობს ტყუილის გეუბნები ერთი კითხვა მაქვს თქვენთან მას აქვს თუ არა უფლება იცხოვროს როგორც დღეს დედასაც და დეიდასაც ესაუბრა დიახ და შვილო რო აკეთებ ამასე რო უთხრა იქიდან საბერძნეთიდან დიახ და შენო ვინ კითხავსო იმ ჩემი ფეხები ხარო და ასე არა გეუბნები დედასაც და გასაუბრებ გეუბნები WhatsApp-ზე დედას აუცილებლად დაურება ოჯახისგან მივიღეთ თანხმობა რომ უნდა გვესაუბრა ნონას დედასთან იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ინფორმაცია იქნებოდა უფრო სრულყოფილი თან მით უფრო თუ გავითვალისწინებთ რომ ნონას პრეტენზიები იწყება ჯერ კიდევ ბავშვობის წლებიდან და ფიქრობს რომ მთავარი ტრავმები მიიღო სწორედ ბევრი წლის წინ ოჯახურ გარემოში ნონას დედა ემიგრაციაშია, ცდილობს რომ მისი შვილებისთვის დამატებითი შემოსავალი მოიპოვოს და ოჯახისთვის და სწორედ იმიტომ რომ ის ოჯახს დახმარებოდა ფინანსურად, ამიტომ წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება რომ ქვეყნის გარეთ წასულიყო. საკმაოდ რთულ შრომაში და ჯაფაში ჩართულიყო, როგორც თითოეული ემიგრანტი ქალი, რომელიც მიდის საკუთარ ოჯახს ელევა, ცხოვრობს სადღაც შორს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახი გამოყვებას. მოკლედ, დღეს უნდა გვესაუბრა მის დედასთან, ჰქონდა ერთგვარი თანხმობა, მაგრამ ბოლო წუთს რაღაც შეიცვალა. ნონას დედამ გადაიფიქრა ჩვენთან ინტერვიუ და გადაწყვიტა რომ ამ თემაზე, ამ ეტაპზე კომენტარი არ გააკეთოს. თქვენგან მაინტერესებს, მას აქვს თუ არა უფლება 30 წლის გოგოს ისე იცხოვროს, როგორც სურს. როგორც უნდა ისე იცხოვროს, როგორც წესიერად. ამ წესებს ვინ უდგენს მას? რა მნიშვნელობა აქვს? არა, ვინ უდგენს? აი ვინ შეიძლება მე ცხოვრების წესი შემიდგინოს თუ არა საკუთარმა მორალმა და საკუთარმა ოჯახი. ან კანონმა. აქ ოჯახი რო არის. ისე უნდა იყოს ყველაფერი როგორც თქვენ გსურთ. უფლებას მომისმინებ. იმის უფლებას მე არ ვაცილებ ჩემს შვილს, რომ TikTok-ში იგინოს და ილანძღოს. დიახ. მე ამას ვეუბნებით. შვილო, ამას ნუაკეთებ მეთქი თუ არა? კერო ჭუბები. ნუაკეთებ მეთქი. ანუ თქვენ ამბობთ რომ თქვენ შვილს ხელით არ შეხებახთ. არა. ეხლა მე თქვენ რასაც გისმენთ. მე მგონი სწორად არ გესმით შვილის მხარდაჭერა რას ნიშნავს. ანუ მეუბნებით რომ მან უნდა იცხოვროს ისე როგორც თქვენ გსურთ რომ იცხოვროს. არა, რას ვიაბარა? ეგ არის შვილის მხარდაჭერა? ასია, ეს დაუწერელი კანონი არის, კაცური მენტალიტეტი ეს. მე არ მაინტერესებს კაცური მენტალიტეტი. ისე იცხოვროს როგორც მამას უნდა? არ არის ეს ქართული მენტალიტეტი. ეს ვიღაცა არ გეგონა. ვიღაცა რას ნიშნავს? აი, ნაჩემს. და ამის გამო ჩემზე უნდა იძალადო? რა არის ეს საბუთრას მეუბნება? დაცვის კომპანიის თანამშრომელი. და მე რა დაცვის კომპანიის ხო, მე თანამშრომელი. კანონად არავის არაფერს არ ვაკეთებ. არ დავაკეთებ. და იმედი მაქვს, უბრალოდ თქვენ მეურვეობა არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ შულს დამოუკიდებელ ცხოვრების საშუალება არ მისცეთ. მე გეუბნებით. იმიტომ რომ კანონში ესე წერია, რომ ეს იმას ანიშნავს, რომ თქვენი შვილი თქვენი საკუთრებაა. თქვენ რაც გელაპარაკეთ. არა, რაც ველაპარაკა გვერდზე გადავდოთ. თქვენ როდესაც მეუბნებით, რომ ის ვერ იცხოვრებს და ბატონო, რა გეტყვით, იცით?
გაესაუბრეთ სანათესავოც სამეზობლო წელს გაიგეს მალსაც მაგია კი? ხო ხედავთ რომ შეუგნებელია. მისი ნივთების წამოღება უნდა და შეიძლება? უკაცრავად. მისი ნივთების წამოღება უნდა სურათის და შეიძლება? ჩემი დიშვილების 10-მა დაუბეჭდე. რატო აქ შენი ოჯახის იგი გარეთ რატო უნდა გეიტანო? გითხარი მე შენ ადამიანურად გაგაფრთხილე თავი დამანebe და შემეშვი თქო და არ მითხარ. ანუ არ შემეშვი. ხო გითხარი დამანebe თავი ადამიანურად გამიშვი მეთქი. ხო გითხარ? მე არა ვარ არავისი მონა. და არავისი ტყვე. მონა რაშვაშია შვილო. სო დავასრულე უკვე. უსმინე რისი თქმა უნდა იქნებ. როგორი არ დამიძახე მოდი სახში და იცხოვრე შენ სახში. არ მინდა შენთან ერთად ცხოვრებ. შენ რომ მიკრძალავ ჩემს მეგობრებთან ცხოვრებას და უწესოებს უძახი გაუნები. ვინც უწესო არის? არა, გაუნე უკანასკნელი თო იყოს, ეს არის ჩემი მეგობარი.